ანუ მას შემდეგ რაც სააკაშვილმა დაასწრო კობახიძეს და ივანაშვილს მეუფეჩიოსთვის ანუ ეგზარქოსი რუსი ეგზარქოსისთვის პატრიარქობის მილოცვა ადგახლა მთელი ნაცვაძრაობა ულოცავს პატრიარქობას შიოს ანუ პუტინის შნირის ბორიას შნირის შიოს მილოცვა ხდება ნაცვაძრაობის მხრიდან და ეს pravdeba ასე რომ იმედია არის თანამშრომლებთ ხალხის ჩაგროლებთან ანუ პუტინს რო უთხრა ახლა მე ვოვაჩკა გილოცავ 9 მაისს იმედია ამერიდან კაი ბიჭი იქნები და ხალხს არ მოკლავ და არ დაჩაგრავ ბიჭო თქვი რაღაც თორე დაგვექცა ოჯახიო იმ ანეკდოტში რო არის არ pravdeba ბიჭო არ pravdeba მესმის ახლა რომ რაღაცეებს ჩალიჩობენ იქ შეწყალებაზე რაღაცეებზე მაგრამ რუსეთის აგენტს რუს ეგზარქოს შიოს არ უნდა გაუწვე რა არ pravdeba ეგ ვერანაირად ვერ გამოვა ეგ იგივე ბორიასთან დაიწყო ახლა რა ვიცი რაღაცეების მილოცვა ბორია და შიო რამ გაყო ბორია და რუსეთი რამ გაყო პუტინი და შიო რამ გაყო ლევან ვასაძე და შიო რამ გაყო გოგა ხაინდრავა დღეს რო ეგდო იქ და შიო რამ გაყო ვისულოცავთ ხომ არ შეიძლება ყველაფერი რაღაც მიზნებისთვის ყველაფერი იკადრო აი ეგ არის ამას ვლაპარაკობდი მე და პარალელურად 26 მაისის აქციის ჩაწიხლა მიმდინარეობს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მხრიდან უსაზიზღრესად აგინებენ ოპოზიციური ალიანსის ლიდერებს რომ როგორმე ჩაშალონ 26 მაისის აქცია გაახარონ ბორიას გული და მერე თქვან აი ჩვენს გარდა აქ არავინ არ არსებობს ამის იქით კიდე რეები იმალება იქ ასე თქვა გათავისუფლებაზე რა შარიშური მიმდინარეობს სააკაშვილი ციხიდან გათავისუფლებაზე ამას მალე გავიგებთ არ დაიმალება ხო იცი საქართველოს არ არსებობს არაფერი რომელიც არ გაცხადდება ასეა ნათქვამი წმინდა წიგში რა ვიცი ყველაფერი კარგია ისე მე თქვი უკვე ეს რომელიღაც კომენტარში დავწერე ვაიმე რა გვეშველება ყველაფერი აიბურდა ვისი ვისაშიაო ვერ გაიგებ არა პირიქით ყველაფერი ცხადდება და ცხადზე უცხადესი ხდება ლაკმუსის გადასხმა ხდება ყველაფერზე ყველა გაიგებს ვინ არის და რას წარმოადგენს სინამდვილეში